ვიზა ლიბერალიზაცია მაგალითად იყო და არის ჯერჯერობით სიკეთე ათასობით ქართველისთვის. ლიბერალიზაციის პირველ წლებში შენგენის ზონაში 1.5 მილიონზე მეტი მოგზაურობა დაფიქსირდა. ეს ნიშნავდა ახალ კავშირებს ბიზნესში, განათლებაში, ტურიზმში. ამ ყველაფრის დაკარგვა ბევრად უფრო აზარალებს ქართველ ხალხს, ვიდრე ეგრეთ წოდებული LGBT პროპაგანდა. თან ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს რუსეთში პუტინმა ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღო გეი პროპაგანდის ამგრძელავი კანონმდებლობა. უნგრეთში ორბანის მთავრობამ 2021 წელს მიიღო კანონი, რომელიც LGBT თემებზე საუბარს ლამს პედოფილიასთან ათანაბრებდა. LGBT დღის წესრიგზე ისტორიის მოწყობამ შესაძლოა დროებით მოხიბლოს ამ მრჩეველთა გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს საქართველოს რეალურ პრობლემებს, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ნამდვილად ვერ მოაგვარებს. სამაგიეროდ აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. უქმნის საფრთხეს ისეთ ხელშესახებ სიკეთეს და სარგებელს, როგორიც არის ვიზა ლიბერალიზაცია და კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოში მცხოვრები უმცირესობების ყოველდღიურობას. შეიძლება გიყვარდეს შენი ქვეყანა და ამავე დროს პატივისცეს სხვის უფლებებს. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა ევროპის მრავალ სახელმწიფოში. შეიძლება იყო მართლმადიდებელი, პატივისცემდე კულტურას და ტრადიციებს და ამავე დროს იყო თანამედროვე დემოკრატიის, ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც ყველა მოქალაქეს სამართლიანად ეპყრობა. თუ მთავრობას მართლა შესტკივა გული ბავშვებზე და ქვეყნის მომავალზე, მაშინ იმუშავებს ხარისხიან საგანმანათლებლო პროგრამებზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, სანდო ჯანდაცვის განვითარებაზე და არა ცისარტყელას სიმბოლოების აკრძალვაზე.